შუა დღეებში დობის. გამარჯობა. მაინც რო გვინდა რომ ხიმილი და ბედნიერი სახელი შევინარჩუნოთ, მიუხედავად აი ამ ქარიშხლისა, რაც უხანტოს მერე ყურში ჩაგზუზუნებს. არა, ძალიან მოგვისწრობთ როგორც კი, ძალიან დროულია ჩაის მირთმევა ახლა ხელებსაც ვითბობ და გულსაც. ხო, თუმცა თუ ეს ჩაი არის ახმადი და თუ დიდი არჩევანი აქვს ყოველდღე სხვადასხვას ვსვამთ ამ დიდი, ასე ვთქვათ, ასორტიმენტიდან და მე კი მომეწონა ძალიან კურიერის ბოლო ინფორმაცია, რომელიც ამინდის პროგნოზს შეეხებოდა ხვალ ღამეს ჩადგება, ხო? ხვალ ღამემდე უნდა მოვითმინოთ საერთოდ. მთელი ღამის ხო, ყველა სხვადასხვანაირად იტანს ქარს და უძილო ღამე ექონდა ალბათ უმრავლესობას, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ აი დილას ყველაფერს მოერევი, განწყობით, ხასიათით, ძალიანაც კარგი, რომ ახალი სამუშაო კვირა დაიწყო. ჩვენ სტუდიის მიღმა და თქვენი ტელეეკრანების მიღმა სულ ერთია, როგორი ამინდი იქნება, ჩვენ ახლა სხვათა შორის სამეზობლოს ჯგუფი გვაქვს და გუშინ ერთი მეზობელი წერდა მე რომ თქვენი ბავშვის ბატუტი ჩვენ ეზოშია და ყალ მოიკითხეთო ეს გადმოაფრინა როგორც ჩანს ერთი მეზოდან მეორეში და მოკლედ ესე დილით ვაგროვებდით ჩვენს ნივთებს ერთმანეთის აივნებიდან. კარგია რომ კარგი მეზობლობა. კი, შეგვინახეს ნივთები. მოკლედ, ხო. მაცივარი არავისი არ გადმოვარდნილა? დავივიწყოთ ახლა. ნეტა გადმოვარდეს. თუ არა და განვადებით გამოვიტან. განვადებით არ გამოვიტან, არ გამოვიტან. ეს ყველაფერი, ეს ბოლო რეპლიკა ეხებოდა თემას, რომელიც ახლა გვინდა განვიხილოთ და ჩვენ კი იუმორით ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ სულაც არ ეცინება არც მომხმარებელს და როგორც ვიცით, არც ტექნიკის მაღაზიებს, იმიტომ რომ ტექნიკის მაღაზიებს ხას უსვამს, იმიტომ რომ ალბათ ბევრ სხვა მაღაზიას და კომპანიასაც, მაგრამ ტექნიკის მაღაზიებთან ურთიერთობაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომელსაც ქვია განვადების ვერ მიღება და ის დაკავშირებულია გავჩერდე? არა. დაკავშირებულია იმ ახალ პრინციპში ახალ საბანკო რეგულაციებთან, რომელიც იანვრიდან ჩვენს ქვეყანაში ამუშავდა. ამ რეგულაციებს ჰქონდა ერთი მხრივ ძალიან სწორი და ჰუმანური მიზეზი, ხო, რომ ჭარბვალიანობა დაგვეძლია რაღაცნაირად და გადაგვერჩინა ის ხალხი, რომელიც იღებს საბანკო სესხს და არ აქვს გათვლილი პირობები და გეგმა, როგორ მოახერხებს მის დაფარვას და მაგრამ ამან მიგვიყვანა ჩვენ ვართ დილეტანტები, მოდი შევთანხმდეთ და არავინ არ დაობს ამაზე. ჩვენ ის რაც ჩვენ მოგვეჩვენება, პროფესიონალებს უნდა ქონდეთ გათვლილი. როგორც ჩანს, ჩემის აზრით, ეს არ არის სწორი გათვლა, იმიტომ რომ შეიქმნა სხვა და ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები. ანუ ბიზნესის დაზარალდა, იმიტომ რომ გავიგეთ კონკრეტული ტექნიკის წარმოებლები იქნებიან თუ გამყიდველები, ხო? დაზარალდნენ ძალიან დაიხურა რამდენიმე მათგანიც, როგორც ვიცი და აგერ მაცივარი რომ დაგჭირდეს და დღეს ხელოსანზე ველოდები და იმედია გადარჩება ჩემი უკვე პრობლემას ვაწყდებით განვადების თვალსაზრისით. მე მინდა ვთქვა, რატომ მიუბრუნდით ამ პრობლემას ახლა, ისევ იმიტომ რომ ჩვენს ასე ვთქვათ ძალიან ვიწრო წრეში სამსახურის ჩვენს თანამშრომელს უნდა და განვადებით ტელეფონის შეძენა. ის არის ჩვენი თანამშრომელი, მას აქვს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიურად და უნდა და ახალი ტელეფონის ყიდვა. სამწუხაროდ შეექმნა პრობლემა და მას არ მისცეს განვადება. ვთქვათ, ციფრები თვეში უნდა ეხა და 50 ლარი, რაც მისი სტაბილური სახელფასო შემოსავლით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო წესით. სამწუხაროდ ისტორიაც არ აქვს ცუდი საკრედიტო საკრედიტო ისტორიაც კარგი აქვს. სამწუხარო გამოსავალი კი აღმოჩნდა ის, რომ ამ ადამიანს მოუწია მიემართა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის და ბევრად უფრო მაღალ პროცენტად შეეძინა მისთვის სასურველი ნივთი. და ბევრად უფრო მაღალი ხარჯი ქონოდა ყოველთვიურად. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ თქვენს გაქვთ ასეთი მაგალითები, მოდით მოგწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე. მე კი კიდევ მინდა გავიმეორო, რომ არაერთხელ ვახსენეთ ტექნიკის წარმოებლები და მაღაზიები. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდოდა მათი კომენტარიც ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც იკავებენ თავს როგორც ჩანს უკეთესის მოლოდინში თუ ამ რეგულაციების შეცვლის მოლოდინში თუ უბრალოდ არ სურთ რაღაცა ესეთ პოზიციაში ჩადგომა, კადრს მიღმა ყველა ტექნიკის წარმოებელი პირად საუბარში ადასტურებს, რომ ფაქტობრივად თითქმის 70
პროცენტი მოდიოდა მათი გაყიდვების სწორედ ბანკის გავლით გაყიდვებზე, იმიტომ რომ ძირითადად განადებით ხდებოდა ტექნიკის შეძენა მომხმარებლების მხრიდან და სერიოზული ზიანი მიადგა მათ გაყიდვებს ამ რეგულაციების შემდეგ. მოკლედ ეს არის ჩვენი დღევანდელი სამსჯელო თემა ჩვენ სტუმართან. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან კონტაქტი, მათთან ამ კონტაქტის შემცირებას არაერთხელ გვისაუბრია სწორედ ჩვენს დღევანდელ სტუმართან. ამ თემასაც მიუბრუნდებით და ვინაიდან ის პროფესიონალია, მოდით უკეთესად გაგვარკვევს ჩვენს და თქვენს. ველოდებით სტუდიაში ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძეს. გიორგი, დიდი მადლობა კოლეგას. დიდი მადლობა რომ მოხვედი, კითხვები ბევრი გვაქვს და პირველ რიგში ის რამაც დღევანდელი ეთერი ასე ვთქვათ ოდნავ გაგვიღარიბა მაგალითებით ეს არის კომენტარები რომელიც გვინდოდა მიგვეყო ტექნიკის მსხვილი მაღაზიებისგან რომლებიც კადრს მიღმა აღიარებენ რომ სიტუაცია ბევრად გაუარეს და მათთვისაც და მომხმარებლისთვისაც მაგრამ რატომღაც კომენტარზე ყველამ შეიკავა თავი რატომ როგორ ფიქრობ მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებლებს, ხო ეს რაღაც მუდმივი პრობლემაა ამ ქვეყანაში, რომ კამერის წინ პრობლემებზე საუბარს ბიზნესი განსაკუთრებით ბოლო წვეთამდე ერიდება და მე ერთიანად მოუნდებათ საზოგადოებისა და ტელევიზიების ხარდაჭერაც. მე მგონია, რომ თუ პრობლემა არსებობს, დროულად ისაუბრონ და დროულად გააგებინონ საზოგადოებას რა პრობლემები ექნებათ მათ ჯობია. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, ეს მათი ბიზნესია, ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენი ბიზნესი ანუ საქმეა ის როგორ მოქმედებს ეს საბანკო რეგულაციები ჩვენზე. მოდი დავიწყოთ იქიდან, რა შეიცვალა 1 იანვრიდან? 1 იანვრიდან უფრო გართულდა სესხის აღება ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. განსაკუთრებით ის გართულდა თვითდასაქმებული ადამიანებისთვის. მოგეხსენებათ, პირველი ეტაპი რეგულაციები დაიწყო ჯერ კიდევ წინა წლის მაისიდან და ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ეთერში და მაშინ ვამბობდით რომ კიდევ ეს რეგულაციები გამოიწვევდა უარყოფით ეფექტს, თქვათ იგივე იმ პროდუქტების გაყიდვაზე, რაც იყიდება ბანკის გავლით და საბანკო სესხით, რაც იყიდებოდა და ასეთი არის არა მხოლოდ ტექნიკა და მაცივარი და ტელევიზორი, ასეთი არის ავეჯი, ასეთი არის უძრავი ქონება, მათ შორის ბინები. ხო, მაგრამ სწორედ კითხვა ამაში უძრავი ქონება ბევრად მეტ ნულს მოიცავს, ასე ვთქვათ, ხო და კაი, მჭარბვალიანობის დაძლევა მესმის, რომ იპოთეკური სესხის რაღაცა იმითი რეგულაციით იფიქრო, მაგრამ მართლა ძალიან ბანალ ტელევიზორზე და ტორსასრულზე რომ მიდგება ლაპარაკი, რატომ მოექცა ესეც აი ამ დიდ ქუდში ასე ვთქვათ. ხო, ზოგადად ჩარჩო არის ერთიანი შემუშავებული იმისთვის რომ ადამიანმა ვისაც არ აქვს საკმარის შემოსავალი სესხი ვერ აიღოს, ამისთვის ყველა პირობა შექმნა, უკვე მარეგულირებელმა შეიძლება ითქვას ეროვნულმა ბანკმა და ვისაც ხელფასი არ ერიცხება ოფიციალურად, მისთვის ფაქტობრივად ოცნების სფერო დარჩა, თუნდაც მცირე განვადების გაკეთება. ვისაც ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, იმას განვადებაც არ ჭირდება, ის პირდაპირ მიდის და კიდევ პატარა შეღავათით ყიდულობს. ვთქვათ, რომ საქართველოში თვითდასაქმებული უფრო ბევრია, მე მგონი, ვიდრე დასაქმებული. საქართველოში ის ადამიანები უფრო ბევრი არიან, ვისაც საზღვარგარეთიდან უგზავნიან თანხას და ამ თანხით ცხოვრობენ, ხო? არიან ძიძები, არიან მძღოლები, არიან ადამიანები, ვისაც თქვათ ოფიციალურად სადღაც არ უფიქსირდება ეს შემოსავალი, მაგრამ შემოსავალი აქვს და აქვს უფლება უბრალოდ გაქირავებული მინიმუმ, ხო? აქვს უფლება უბრალოდ შეიძლება დაადასტუროს, მაგრამ ხო, აი ეს არის რომ დაახლოებით მილიონამდე ადამიანია ქვეყანაში თვითდასაქმებული. ოფიციალური მონაცემებით არის 800,000-დან მილიონამდე. მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს მესმის სოფლად და მათ შეიძლება არ აქვთ ოფიციალური შემოსავალი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის ქალაქში დასაქმებული, თქვათ, ისეთ საქმიანობაში, რომელსაც თვითონვე აწარმოებს, ანუ ხელოსანია, სტილისტია, რეპეტიტორია, რომელიც არ იხდის მესმის გადასახადებს და ამიტომ არ არის რეგისტრირებული. შესაძლოა ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მაგრამ ამ ახალმა რეგულაციამ პრობლემა შეუქმნა ეგრეთ წოდებული საშუალო ფენას, რასაც ვეძახით. და აი თვითონ თვემდე ხელფას რომ იღებს, ადამიანი თავი გააქვს. არ საუბრობ ჩვენ განსაკუთრებით დიდებს. ხო, აი დაახლოებით ჩვენი ადამიანები, რომლებიც ასე თვითონ თვემდე ხელფასზე ცხოვრობ და ვახერხებდით საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სესხის საშუალებით. რომ თქვათ, მე რომ ახალი ტელეფონი გამოვიდა, მესმის რომ ეხლა ყველა შეიძლება არ ხდეს ბოლო მოდელის iPhone-ი. ახალწელს ველოდებით ხოლმე რაღაც ფასდაკლებით ტექნიკა განვაახლოთ და ყველა ეს
რემონტი იქნება თუ სხვა რაღაც, ხო? ყველა ამას ახერხებდა სესხით, ეს მოგწოს თუ არ მოგწოს ასე ხდებოდა. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ეს და პრობლემა წარმოიქმნა მათ შორის ამ საშუალო ფენის ადამიანებსაც. რეალურად ჭარბვალიანობა, რაზეც არის საუბარი და რის დასაძლევადაც დაიწყო, ჭარბვალიანობის წყარო სამწუხაროდ არის სიგარები. ქვეყანაში არსებული სიგარები. როდესაც ადამიანს არ აქვს საკმარისი შემოსავალი, ის ცდილობს რაღაცა სესხით, რაღაცით გავიდეს თვითონ საჭმელზე აქვს საუბარი, აქ არ არის საუბარი, რომ ეს გაჭირებული ადამიანები ამ ტექნიკას შეიძენენ ანაავეც, სამწუხაროდ, ან მით უმეტეს უძრავ ქონებას. შესაბამისად, ეს სეგმენტი არის ცალკე აღებული, შეიძლება ითქვას და ამ სეგმენტზე ყველაზე დიდი ზეგავლენა სამწუხაროდ მოახდინეს ეგრეთ წოდებული აი ონლაინ სესხების კომპანიები რო იყვნენ. ერთხელ მახსოვს გვანცასაც ურეკავდნენ შეცდომით ადრე, ხო? და ნუ ისინი საერთოდ სხვაგან იყვნენ გადასულები. იმდენად ვთქვათ, მაღალ პროცენტში გასცემდნენ და იმდენად ყველას აძლევდნენ ამ სესხს, რომ ბოლოს აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს ჰქონდა მინიმუმ 300 ლარი მათი ვალი. და თან ეს 300 ლარი თუ ვერ გადაიხდიდა და ბევრისთვის ეს 300 ლარის დიდი ფული იყო, თვითონ თვემდე გროვდებოდა მე რაღაც ჯარიმების აურავები და ადიოდა 3000-ზე. თუ ამას შექმნა რეალურად ჭარბვალიანობის აღქმა ქვეყანაში და პრობლემა, ეს არ იყო ბანკებიდან წამოსული პრობლემა სამწუხაროდ. მართლა მე ბანკები ისედაც ამოწმებდნენ შენს გადახდის უნარიანობას. ბანკის სესხს და ისე არ გიმტკიცებდა თუ რაღაც ძალიან დიდ ბიუროკრატიულ პროცედურებს არ გაივლიდი, ხო? იქ ხელფასის ცნობა, იქ შემოსავლის დადასტურებელი რაღაც იქ შავსიაში არ უნდა ყოფილიყო. გიორგი, ვერ ხვდები რანაირი ნონსენსი გამოდის. თუ ჭარბვალიანობა გამოწვეული იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებით, ამ რეგულაციებით კიდევ უფრო გაიზარდა ამ ორგანიზაციებთან მიმართვიანობა, ხო, გამოვალობის გამო. მათაც დაუწესდათ რაღაცა. ყველა რეგულაცია რეალურად დაუწესდა ყველას, თუმცა სხვა ტიპის რეგულაცია და მსხვილ ბანკებს უფრო მეტი შეზღუდვა აქვთ ამ მიმართულებით, რაც და ძირითადად განოდების პროდუქტი, სწორედ დიდი ბანკებისა, სამი დიდი ბანკი, რაც ვიცით, ახლა არ მინდა დავასახელო, მათი საშუალებით გადიოდა და ეხლა უფრო მცირე ბანკებს მიეცათ საშუალება ამ პორტფელის ათვისების, ანუ გასესხების, განვადებების, სამხარებო სესხების, მაგრამ მცირე ბანკები რა ხა მცირეს იმიტომ ეძახით, რომ მალე ამოწურავენ, ხო თავის შესაძლებლობას, მათ ის შესაძლებლობა, რაც დიდ ბანკებს ჰქონდათ არა. შესაბამისად, ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს მიმართვიანობები, რაღაც კერძო პირებთან ფიზიკურ ეგრეთ წოდებულ კერძო მევახშებს. ჩვენ რას ვამბობთ, ხო? ფულზე მოთხოვნა ხო არ გაქრა. როგორ გაქრება? ყველაფერი გაძვირდა და იმ ადამიანებს ისევ ჭირდებათ ის ფული, რაც უნდა ესესხებინათ და დღეს რო ვერ ესესხულობს ბანკიდან დაბალ პროცენტში უწევს ან ფიზიკურ პირთან, ან რაღაც ორგანიზაციასთან მისვლა, რომელიც ამას მოგასესხებს გაცილებით მაღალ პროცენტში და საბოლოო ჯამში ვიჩაგრებით ისევ ჩვენ რომ ვიხდით მაღალ პროცენტს. მოდი, წავიკითხავ ჩვენი მაყურებლების მოწერილ შემთხვევებს და შენაღიშა რომ რაღაც საშუალო და დაბალ შემოსავლიან ადამიანებს უფრო შეეხო, მაგრამ აი წერენ მაგალითად ადამიანები მაქვსო კერძო ბიზნესიო, არანაირი დარღვევა არ მაქვს ბანკებთან და მობილურის განმადებას არ მიმტკიცებენ. ბევრი შედარებით პატარა მაღაზიაო, რაიონებშიო დაიკეტაო, ასე ვთქვათ. არის ასეთი შემთხვევები ხომ? ანუ მარტო მცირე და საშუალო და დაბალ შემოსავლიანებს ეხება. ხო, თავიდან ანუ მეტად მათ შეეხოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას შეეხო, იმიტომ რომ აი ბიზნესის დადასტურება იმისი რომ შენ ბიზნესიდან გაქვს შემოსავალი, იმდენად გართულებულია, იმდენი საბუთის და რაღაც მისის მოგროვება გიწევს რომ აღარ გიგის ხო რომ რაღაცა გთხოვე რომ აი უნდა მოიტანო რაღაცა ბუღალტერის ჩანაწერები და ნუ აღარ მინდა მაყურებელი დავტვირთო ამ თემას. ერთი კითხვა მაქვს, მე მინდა ცოტა დაწვრილებით შევეხოთ ბინის ყიდვის პრობლემებსაც ამ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, მაგრამ ძნელი გასათვლელი იყო ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და როგორი პერსპექტივაა თუ არაფერი არ შეიცვალა ამ მიმართულებით. ერთის მხრივ ბიზნესი რო ზარალდება და მეორეს მხრივ მომხმარებელი. ძალიან კარგი კითხვაა, ნინო. ჩვენ რამდენიმე თვისი როცა ვიყავით თქვენთან სტუმრად, მაშინ ვისაუბრეთ სწორედ ამაზე, რომ ეს წარმოშობდა ამ პრობლემას. ეს იყო ძალიან თვალსაჩინო, ამას დიდი ეკონომისტობა და მარჩიელობა არ ჭირდებოდა, რომ გამოგეცნო, რომ როდესაც ჩვენ ზღუდავ საბანკო სესხს, რომელზეც დაკავშირებულია ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი და მსხვილი ბიზნესის ქვეყანაში, თავისთავად ამ ბიზნესებსაც შეზღუდავ. როდესაც სადღაც 60-70% გაყიდვების მოდის საბანკო სესხზე, განვადება იქნება ეს თუ იპოთეკური სესხი, თუ სამხარებო სესხი და
შენ ამ სესხს ზღუდავ თავისთავად ის მაღაზია ვეღარ გაყიდე. ეს მაღაზია რო ვეღარ გაყიდის, რა ქნა. წავიდა რეგიონში დახურა ფილიალი, თანამშრომელი გაუშვა. ანუ უმუშევრობა გავზარდეთ, რაღაცა დახურული ბიზნესების რაოდენობა გავზარდეთ, ამით და საბოლოოდ სასიკეთო შედეგს რას მივიღებთ, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა შეიძლება. მანამდე შეიძლება ამ მცირე მოკლე პერიოდში დაგვაზარავოს. სასიკეთო შედეგი რა არის? დახურული მაღაზიები და უვალო, მაგრამ ღარიბი მოსახლეობა? ხო, რეალურად ვიღებთ ისეთ ცოტა საბჭოთა კავშირის მოდელს, როდესაც სახელმწიფო თვითონ წყვეტდა შენ რა შეგეძლო გეყიდა და რა საცხოვრებელი პირობები შეიძლება გქონოდა. ერთი კითხვა მოვიდა ხმაყურებლისგან და დავსვავ. რატომ არ შეუძლიათ დიდ მაღაზიებსა და ქსელებს საკუთარი სისტემა შექმნან განმარტებისა და რა უსმენთ თამაში ხელს? ესეც დაიწყეს საუბარი სხვათა შორის. აი მაისის რეგულაციებიდან უკვე დიდმა ქსელებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ თავისი შიდა განმარტება გაეკეთებინათ, მაგრამ ეს ტექნიკურად საკმაოდ რთული პროცესია. ბანკებს, რომელებსაც მთელი სისტემა აქვს ამის ამოწყობილი, დაწყებული ტექნიკური გამართულობით, პლუს გადამზადებული კადრები და პლუს შემდეგ ამოღების მექანიზმი ხესკის, ხო? და თუ გართულდა ჯარიმა როგორ დაარიცხო, როგორ მიუდგე, ფსიქოლოგიურიდან დაწყებული ტექნიკური ეს სისტემა იყო აწყობილი. ამ სისტემის აწყობა სესხის ფაქტობრივად ხო სესხი უნდა გასცეს, ხო? ხო, მაგრამ ეს თან მხოლოდ მსხვილ ხო, მსხვილებს შეუძლია, წვრილებზე ხა კიდობაში და სავაჭრო ცენტრებში პატარა მაღაზიები ქონდათ ადამიანს, იმათ მართლა რა ეშველება ძალიან რთული სათქმელი. შესაბამისად, ანუ ამ სისტემის აწყობა ძალიან რთულია. მესმის რომ საზღვარგარეთ მუშაობს ეს სისტემა რაღაც შიდა განმარტებების, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოში სამწუხაროდ ამის მოხერხება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, რომ აეწყოთ ეს სისტემა. ალბათ რაღაც ძალიან უნდა დაზარალდნენ, უკვე მართლაც რეალურად იფიქრონ დიდმა ქსელებმა. მართლა ნინოს შეკითხვა სისტემიდან დავუბრუნდა და იმ პროცესს ასე ვთქვათ, რაღაც კანონის მიღებას ხო ახლავს წინასაკანონმდებლო განხილვები, ხო? სადაც რაღაც ცხედან ადამიანები, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუ ეკონომისტები, ანუ ამ სფეროს სპეციალისტები და განიხილავენ, აი ეს როგორ ჯობია, როგორ მოხდა ეს, ანუ არ იყო მაშინ ესეთი ტიპის განხილვა. ეს ხო იმდენად საზოგადოებრივი თემაა, რომ უნდა ყოფილიყო თუნდაც საჯარო განხილვა, ან არ ვიცი, რა პროცესი იყო, რაშიც ვერ მივიღეთ მონაწილეობა, რომ ეს საჯაროობა ჩემი აზრით აკლდა ნამდვილად პროცესს, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რეგულაციასთან დაკავშირებით მიიღება რეგულატორის მიერ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულება საკმარისი არის ხშირ შემთხვევაში რაღაც შეზღუდვები კომერციულ ბანკებს და უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც დაუწესდეს, თუმცა პლუს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები და ლიზინგი, განვადება, თქვათ, აი ყველა ტიპის სესხს შეეხო და ადამიანები რეალურად იმის შესახებ რომ მათ სესხს არ მისცემენ, მიუხედავად იმისა რომ იგივე საკრედიტო ისტორია აქვს, იგივე შემოსავალი აქვს, რაც წინა წელს ჰქონდათ, დაფარეს რაღაც სესხი და ახალი უნდა თქვათ, მიდიან და იგებენ უკვე კომერციული ბანკის წარმომადგენლისგან ამ ფილიალში ან უშუალოდ მაღაზიაში. ნუ თქვენ უკაცრავად კი კარგად იქცეოდით, იხდიდით, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ვერ ამოცეთ. საზღვარგარეთიდან გადმორიცხვების და გზავნილების შემთხვევებზე და ასევე ბევრ სხვა შემთხვევაზე მოგიწოდებთ რომ კიდევ მოგწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე თქვენი მაგალითები, შევისწრებთ და რეკლამის შემდეგ იგივე თემით ბრუნდებით. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ საუბრობთ მჭარვალიანობის მოტივით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, კონკრეტულად კი ახალი წლიდან დაწყებულ ახალ საბანკო რეგულაციებზე. სტუმრად გვყავს ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე. მოგდის უამრავი შეკითხვა და მაგალითი ჩვენს Facebook გვერდზე და მათ შორის საუბარი იყო საზღვარგარეთიდან გადმორიცხვებსა და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა წავიკითხო ერთი წერილი. ვარ ინვალიდი, სახლში მყავს 2 პენსიონერი. აქედან გამომდინარე, მაქვს 600 ლარი შემოსავალი. თვეში 10 ლარი რომ გადავუხადო და რაიმე ნიფთი შევიძინო, რატომ უნდა იყოს პრობლემა არ მესმისო. უამრავი, ასე ვთქვათ, განშტოება აქვს ამ პრობლემას და ბევრნაირი ადამიანის მაგალითი შეიძლება. ვთქვათ, პრობლემა გამოიკვეთა. ხო, ანუ საკითხი შეიძლება ასე დავყოთ. ადრე, როდესაც თითქმის ყველას შეეძლო სესხის აღება და ძალიან მარტივად, ბანკში თუ არა სადმე მაინც, მაშინ იყო პრობლემა ის, რომ აი ვაიმე ვერ ვიხდით მაღალი პროცენტი. ახლა უკვე ადამიანებს გაუჩნდათ რაღაცის საჭიროება საყოფაცხოვრებელ პირობების გაუმჯობესების და ამას ვერ ახერხებთ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს და სოციალური დახმარების მიმღებებს, მათ რა თქმა უნდა სამწუხაროდ არ გასცემენ სესხებს, რადგან ახალი რეგულაციებით
პენსიონერებისთვის საერთოდ დაიკრძალა ცესხის გაცემა, ისე როგორც სტუდენტურ ცესხებსაც შეექმნათ პრობლემა. ანუ თუ ადამიანი არ არის დასაქმებული ოფიციალურად, არ აქვს ოფიციალური შემოსავალი, მას ძალიან გაუჭირდება ეგრეც არ არის. აი ახლა გავთქვათ ხო, რა საიდუმლო ეს არის რეკლამის დროს ჩვენი კოლეგები შემოვიდნენ სტუდიაში და უყვებოდნენ თავიანთ ისტორიას, სტაბილური, ხანგრძლივი, ერთი და იგივე კარგი საკრედიტო ისტორია და სტაბილური ხელფასით. საუბარი იყო თან საერთოდ 500-დან 800 ლარამდე ფასიანი ნივთების შეძენაზე. 6 წელია ბარათზე მერიცხება ქირის ფული, როგორც ჩანს ურიცხავენ საზღვარგარეთიდან და ბარათზე ჩარიცხულით არ მტკიცდება შემოსავალი, მტვერსასრუტის განვადება არ დამიმტკიცეს. როდესაც წინა წელს მესიჯად მოსული განვადების შემოთავაზებით მაცივარი ვიყიდა და პირნათლად გადავიხადე. ანუ ეს ბარათზე ბრუნვა, ასე თქვა. არ იგულისხმება არანაირი შემოსავლა. ძალიან გართულდა. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანებმა ჯობია სადღაც ცოტა წვრილ ბანკებს მიაკითხონ, თუ ერთი ბანკი არ დაუმტკიცებს, მეორეს მიმართოთ. წვრილ ბანკს ისეთივე შეთავაზება აქვს, როგორც თუ. არა, ცოტა უფრო შეიძლება უფრო ცოტა ძვირი იყოს, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ეს პრობლემა რა თქმა უნდა დგება, ძალიან ბევრი ფილტრი ჩაერთო, ძალიან ბევრი ფილტრი, მათ შორის ვთქვათ, საზღვარგარეთიდან გადმორიცხულ თანხებზე პრობლემა არის, როგორც გითხარით, პენსიონერებისთვის, რომლებსაც გარკვეული თუნდაც ის 200 ლარიანი შემოსავალი აქვთ, მაგრამ მაინც აიგზალა მათთვის, რადგან სოციალურად დაუცველის გაკონტროლება ბანკის მიერ ძალიან ჭირს, რომ ადამიანი არის თუ არა სოციალურად დაუცველი, რადგან მას ამ მონაცემებზე ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სოციალურად დაუცველისთვის მიეცა ცესხი და ყოფილა ასეთი შემთხვევები, რამდენიმე ბანკს ქონია, როდესაც სოციალურად დაუცველს მისცეს ცესხი და ამან შემდეგ წარმოშვა პრობლემა, რომ არ იქა და სოციალურად დაუცველს ცესხი რატომ მისცეს. დიდი ბანკების პოზიცია როგორია, მაინტერესებს, ანუ მათ მოაშორეს, ასე ვთქვათ, მომხმარებელი, ხო, მოაკლეს და ჩამოაჭრეს, ასე ვთქვათ. რას ამობენ ისინი და ანუ ეს სპეციალურად ხომ არ მოხდა, რომ გადანაწილებული იყო, ასე ვთქვათ. ახალმა საბანკო რეგულაციამ მნიშვნელოვნად დაარტყა საბანკო სექტორს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა მსხვილ ბანკებს და ჩვენ არ უნდა ჩავთავაზოთ და გული მოვიფხაროთ, რომ ვირა კარგია ბანკებს მოგება შეუცდით და ყველა დანარჩენი კარგად იქნება. სამწუხაროდ ასე არ არის, როგორც უყურებთ, ამას ჯაჭვური რეაქცია გადაეცა სხვა ბიზნესებს, როდესაც ბანკს შეუცირდა პორტფელი, ეს ნიშნავს, რომ მან სესხი არ გასცა, სესხი თუ არ გასცა, ვიღაცამ ამ სესხით რაღაც პროდუქცია ვერ შეიძინა და ამ პროდუქციის გამყიდველის დაზარალდა, ამ პროდუქციის გამყიდველის დასაქმებული ადამიანის დაზარალდა საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკა და ეროვნული ბანკი თვითონვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას და წარმოუდგენელიც არის, რომ არ შეამციროს, თუმცა მათ იმედი აქვს, რომ საშუალოებადიან და რაღაც გრძელვადიან პერიოდში. ხო, დიდი გვაქვს და ცოტა თუ შეამცირებს არაუშავს. ხო, ცოტა ეს მაინტერესებს. ანუ თავარი მიზნისთვის რა დროა საჭირო ეს ჭარბვალიანობის საკითხი შემსუბუქდეს. ანუ რისთვისაც დაიწყო ეს, რა ვადაში უნდა გაქვს. ჯერ მარტო ცუდი ჩანს და მარტო ნეგატიური. ეს არის წლების საკითხი, რა თქმა უნდა, ასეთ ღარიბ ქვეყანაში თუ სანამ სიღარიბე არ აღმოიფხრება, ჭარბვალიანობის პრობლემა სულ იქნება. ხო, რას ვამბობდი, რომ თუ ადამიანებს მოთხოვნა ამ ფულზე მაინც აქვს, ანუ ბაზარზე ეკონომიკაში მარტივია, თუ არის მოთხოვნა, აუცილებლად იქნება და რასაკის მიწოდებები გაჩნდა. არის ვებგვერდი, რომელიც გვთავაზობს ტექნიკის გაქირავებას. ანუ თქვენ ქირაოთ ტელეფონს, იხდით გარკვეულ თანხას ამაში, 1-2 წელი შეიძლება და საბოლოო ჯამში გამოისყიდოთ, ხო, ან დასაბრუნებელი, ან უნდა გამოისყიდოთ და ეს გიჯდებათ გაცილებით ძვირი, ვიდრე საბანკო განვადება და ეს არის პრობლემა. იცი რაზე მეცინება ახლა, აი ამ ვისმენ დასაქმებულებს ბატონო, როგორც ჩვენ და ჩვენი ბევრი თანამშრომელი და კოლეგა და ამ ფონზე უცებ საპენსიორების გამახსენდა. ჩამონაჭერი. მაგაზე ცალკე მოახდინე დღეს და უბრალოდ ხო ჯობიათ მაგაზე თავი შეიკავო. მე მინდა რომ ძალიან მოკლედ, მაგრამ მაინც შევეხოთ იპოთეკურ ცეცხლს, რომელიც საცხოვრებელი ფართის შეძენას ეხება, ხო? აქაც საოცარი, ასე ვთქვათ, გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე. სასაცილო სატირალ სიტუაციასთან. პირობები გართულდა, ანუ შეიცვალა კოეფიციენტები, ანუ ყოველთვიური შემოსავლის რა თანხა შეგვიძლია სესხში გადავიხადოთ, ან სესხებში. ეს კოეფიციენტები შედარებით გაიზარდა, ანუ გამკაცდა მოთხოვნა უძრავი ქონების შეფასებაზე და ამ შეფასებული ქონების რა ნაწილი შეიძლება ბანკმა გასცეს და ამ კოეფიციენტებმა ანუ ყოველთვიური შემოსავალი თუ მაგალითად შეიქმნა ოჯახი, ხო, არის წვილი და უნდა ცალკე იცხოვრო, ხო. მათ უწევთ იქ
მჭირაო თქვათ რაღაც ბინა $300 თქვათ $350, როდესაც ეს თანხა რომ სესხზე მიმართო, შეიძლება ერთი 10 წელი, 15 წელი იხადონ ეს თანხა, მაგრამ საბოლოო ჯამში უძრავი ქონება მაინც შერჩებოდათ, მაგრამ დღეს მათ რო შეიძინო დაახლოებით $100,000 ქონება, რაც არ არის ძვირი თბილისის ფასების პირობებში, ხო, $3-4,000 ხელფასი ჭირდება ოჯახს, წყვილს და ეხლა ძალიან კარგად ვიცით როგორია შემოსავლები ამ ქვეყანაში და ეხლა $4,000 ყველას არ აქვს. ეს სამწუხარო რეალობა და ისე ვიძულებულია რომ ფაქტობრივად ჰაერში გადაყაროს ეს ფული ამ ოჯახის ჰაერში გასრული თანხა და ეს დამატებით პრობლემებს ქმნის იპოთეკურ სესხებზე. ვისაც ქირას უხდის, ის ვერ ამტკიცებს რომ შემოსავალი ყოველთვიური ხო, ნუ იმათ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და გადასახადები იხადოს. და სხვათა შორის ერთ-ერთი ფილტრი კიდევ რომელიც ძალიან გაამკაცეს და პრინციპში ამას მე ვეთანხმები არის ტოტალიზატორებში და კაზინოში ბრუნვა თუ დაუფიქსირდა ადამიანს მაღალი განსაკუთრებით ექნება ეს ადრეც იყო გარკვეული შეზღუდვა შემოსავლის რაღაც პროცენტი თუ თქვათ ირიცხებოდა რაღაც სხვა ონლაინ ან ჩეულებრივ ბეტინგ ანგარიშებზე ანუ კაზინოებში ან ტოტალიზატორებში ეს უქმნიდა პრობლემას ადამიანს. ხო, მაგრამ ხო შეიძლება კაზინოში მოთამაშეც იყოს კარგი გადამხდელი, არ შეიძლება. ხო, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი რისკია, შეიძლება ბანკის შეიძლება იმ კარგმა შემოსავლიანმა უცებ დაკარგოს წელი შემოსავალი. ხო, ამ ხრივ ხო, სიგულის ხმება და არა თქვათ მისი კეთილი. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს გარკვეული ბრუნვა ჩარიცხვები აქვს რაღაც ანგარიშებზე, ტოტალიზატორში და კაზინოში, შესაძლებელია მას ამის გამოც უთხრან უარი და იქნება ესეც გახდეს ერთ-ერთი მოტივატორი იმის, რომ ადამიანებმა ნაკლებად ითამაშონ და ნაკლებად დახარჯონ ფული. იმედია პირიქით არ გახდება, რომ ამ ფულის მოპოვების ბინას რომ გაყიდვა უნდა, ახლა რა შეიძლება ჩვენს ხო, ამ ბინებს გაყიდვა უნდა და ამისთვის მე ვფიქრობ, რომ უკვე ქართული ოცნების დეპუტატების არ მალავენ საჯაროდაც მათ შორის უკმაყოფილებას ახალი რეგულაციები და საუბრობენ იმაზე, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია იფიქრონ შერბილებაზე ამ რეგულაციების და მე ვფიქრობ, რომ მართლაც დროულად პრინციპში რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს. ახლა ეკონომისტებისთვის არის რომ რაღაც 1 კვარტალი ან 2 კვარტალი ან 6 თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ რიცხვებს შეხედონ, შედეგებს შეხედონ, როგორ შემცირდა, როგორ იქნებ რაღაც გაიზარდა, იქნებ რაღაც დადებითიც არის, ხო? ჯერ ვერ შეაფასებენ. გავიდეს ეს პერიოდი, შევაფასოთ და შემდეგ უკვე დასკვნების გამოტანა შეიძლება, მაგრამ მე არ ვარ ოპტიმისტი ამ. მე არჩევნები მოვა და დაგვირდებიან რომ ჩამოგვაჭრიან. მე ჩამოგვაჭრიან, ხო? ხო, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. საჭრელი რო არ იყოს, ამიტომ ხარ დაცულები ახლა და ვერ არის. ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის აქტუალურ თემაზე ძალიან გასაგებად გვითხარი ჩვენი აზრი და ალბათ ჩვენი კოლეგებისაც და ჩვენ კიდევ მიუბრუნდებით ამ თემას, თუ კი რაიმე ცვლილებები დაიგეგმება. დიდი მადლობა შენ. გავუკეთოთ შესავალი ჩვენს შემდეგ თემას. ქალაქის პრობლემებს შევეხებით ამჯერად და გენგეგმას, რომელშიც აიცი ერთის მხრივ ხედავენ ძალიან დიდ პრობლემებს, რომელშიც მეც ვეთანხმები, რა თქმა უნდა და მოდი დავსვათ ჩვენს ლევან ბუთხუს კითხვა, ეშველება რამე თბილის და თბილისელებს თუ არა? მე მაქვს მოსაზრება, მაგრამ ჯერ მინდა რომ ლევანმაც გვიპასუხოს. ეს კითხვა უკვე რაღაც ნეგატიურ ტალღაზე ეყავარ. ლევან, ხო, რაღაცა არ ვიცი, თათაღაზე მითხრა ეს შედიო. აბა გითხარი რა მიმართულებით გაიშალა შენს ტვინში ეს თემა, იმიტომ რომ ეს თემა ყველას ტვინში არის დიდი ხანია, გამოადგამ თუ არა ფეხს სადარბაზოდან, გრძნობ რამდენად გვიანია პრინციპში რაღაც ცვლილებებზე ფიქრიც კი ჩვენი დედაქალაქის შემთხვევაში. ნამდვილად, როდესაც ჩვენ წავედით 11 მარტი იყო თვალწლები. სიუჟეტის იდეა გქონდა, რომელიც მომზადდა და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ. სიუჟეტის იდეა იყო, რომ დაგვენახა მწვანე პარტიზანების აქტივისტების კუთხი და მათი მხრიდან დანახული საკითხი და რა პრობლემებს ისინი აწყდებიან ისევე როგორც მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ისინი ფაქტიურად გამხმოვანებლები არიან ჩვენი პრობლემებისა. თუმცა იმ დღეს, როდესაც ჩავიწერეთ, არ იყო ნატა ფერაძესთან ვიყავით, ჩავიწერეთ სიუჟეტი, არ იყო გენერალური გეგმა ქალაქისა დამტკიცებული. ეს შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, ესე იგი ამ პროცესში მოხდა დამტკიცება და ამას მოყვა რაღაცა გარკვეული თავისი უკმაყოფილებები, რომელსაც სიუჟეტის მერე ვიტყვი, მაგრამ ყველაზე უფრო რთული ამბავი რაც მოხდა და მაყურებელი ნახავს ნატა სიუჟეტში ლაპარაკობს ჟვანიას ქუჩაზე, მის სახლთან არსებული კლდის ჭრაზე, იმიტომ რომ იქ სახლი აშენდეს და კონკრეტულად ამბობდა, რომ არ გახსოვთო, კაცო, ეს ჟვანიას ქუჩაო გარკვეული პერიოდის წინ 3 ადამიანი დაგვეღუპაო. იმ დღეს ჩამოწვიდა
გამოინგრა ეს არა ქვია. შეიძლება ამ ჟვანიას ქუჩაზე ვთქვა ჩემი პირადი გამოცდილება. ბევრი რამდენია 15, 20 10 არ მახსოვს დაახლოებით რაღაცა აი ამდენი წლის წინ, როდესაც იქ არ იყო არც ერთი მშენებლობა წამოწყებული და იყო უბრალოდ ტრიალი მინდორი, ასე ვთქვათ, ბორცვებიანი, დაიწყო გაყიდვა, ასე ვთქვათ, მიწების. იყო ესეთი ლანდშაფტი, ხევი, აქეთ იყო კლდე, აქეთ იყო ბორცვები, რომელიც მეორე კლდეს უერთდებოდა და შუაში იყო ხევი. ერთ გეოდეზიურად შემოწმებულ ბორცვზე რო დაიწყო მიწების გაყიდვა, პირველი რასაც ასე ვთქვათ, ყველა კითხულობდა და რისი დასტურიც იმ წუთში იყო დოკუმენტურად, რომ ხევის მოპირდაპირე კლდე, რომელზეც ახლავს საუბრობ და რომელიც იშლება, არასოდეს ეს კარგი ადგილია, იმიტომ რომ წინ არასოდეს არაფერი არ აშენდება, იმიტომ რომ არის რამდენჯერმე დადასტურებულად შემოწმებული და დევს დასკვნა, რომ ეს არის შლადი ქანები. და ეს იყო ერთ-ერთი მომხიბლავი ფაქტორი ამ ხევის მეორე მხარეს, ვთქვათ, მიწისშლება. ის იყო შენი ხედი. ეს იყო, ხო, ადამიანის ხედი, რომელიც იყიდიდა ხევის აქეთა მხარეს, იმიტომ რომ იქ არასდროს არაფერი არ აშენდება, არის შლადი ქანები. სულ რამოდენიმე წელიწადში ის კლდე უკვე კერძო საკუთრებაში იყო. როგორც ხდება ხოლმე ჩვენ ქვეყანაში, აი ეს დასკვნა გეოდეზიური შლადი ქანები უცებ გახდა, აი ეს დასკვნა რომ არ არის შლადი ქანები და პირველი მშენებლობები დაიწყო სწორედ აი იმ კლდეზე. და შედეგი არის აი აქ. ტრაგიკული შედეგები უკვე გვაქვს. ასეთი დოკუმენტის ამოყირავება და შედეგს ვღებულობთ ახლა ადამიანების სიცოცხლის ფასად. აღარაფერი რო ვთქვათ, ნინო, მე და შენ ვლაპარაკობდით და აღარაფერი რო ვთქვათ იმაზე, რომ წყვილი წინ შენდება корпуსები და მეცაც გეტყვი, ფორმალური სახე აქვს საერთოდ ამ გენგენგმას ჩემთვის, იმიტომ რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ ჟვანიას ხედს, შლად ქანებზე აშენებული корпуსები და მოპირდაპირე ბორცვზე, ასე ვთქვათ, პირობითად ვეძახი, რა თქმა უნდა, ბორცვს, ის ადგილი, რომელიც აუშენებელი დარჩა, იმისათვის რომ რეკრეაციული ზონების რაღაცა პროცენტი გაზრდილიყო, კერძო მესაკუთრეებს ჩამოერთვათ და გადაიქცა რეკრეაციული ზონა. ბატონო, მოდი ახლა ერთი ხავაზობთ რომ ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ რამდენიმე დასკვნის სახით ზუსტად ეს საუბარი გავაგრძელოთ. ბევრი ჩვენგანისთვის აქტივიზმი საკმარისად რთული რამე არის. ძნელად წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება აქტივისტებმა, მწვანე აქტივისტებმა განსაკუთრებით დაიცვან ქალაქი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი სკვერი იქნება თუ ბევრი მწვანე ადგილი საქართველოში სწორედ მწვანე აქტივისტების მიერ არის გადარჩენილი. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატაფერაძეს კონკრეტულად იმდენი აქვს საერთო გარემოს დაცვასთან, რამდენიც ჩინეთის იმპერატორთან მაგალითად. მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, გაყოფილი არის და ისინი ფიქრობენ, რომ ნატას სწორ საქმეს აკეთებს თავის აქტივისტებთან ერთად. ამ არწივის ბუდის ადგილას სად უნდა იცხოვროს ნატაფერაძემ თუ არა აი ამ ადგილას და სწორედ ნატაფერაძესთან ვართ. მინდა რამდენიმე კითხვა დაუსვა, რას ეტყვის ის რუსთავიორის მაყურებელს. ნატა. Привет. Помогешь? გამარჯობა. ამას რა ქვია? ეს არის გვანცა. გვანცა? ესეც აქტივისტი ძაღლი არის. ესეც აქტივისტი ძაღლია, ხო? და უჯიშო, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველთვის ვამჯობინებთ რომ ავიყვანოთ ვიშველოთ ის, რომელიც განწირულია ქუჩაში გაყინვაზე. გვანცა. რა, გვანცა. ნატა, რა მაგარ ადგილას ცხოვრობ და ესეთი წვანე და კარგი. მოგწონს, ხო? ცოტა ხანში არ მოგეწონება იდეაში, რომ არ ვიჩხუბო და როგორც ხედავ, ეს არის ქვეყნის გადაკარგული ბოლო ქუჩის და ვიყიდე ფილარმონიასთან გავყიდეთ სახლი და ვიყიდეთ ეს, იმიტომ რომ ვარ ფთისძირას და აქ ვერაფერს ვერ ააშენებენ. ეხლა რომ გაიხედო, იქ უკვე მანახე. აი იქ მიდის კლდისჭრა. აქტიური 7 სართულიანი სახლის დადგმა უნდა. შეგვიძლია რომ ცოტა ავიდეთ და ახლოდან რომ ნახოთ, რომ კარგად გადავიღოთ მაინც. და თან იცი რა ხდება, რომ ეს ახალი გენგენგმით არის სატყეო ზონა. სადაც შენებლობა კი არა, აბრის დადგმაც არ შეიძლება. ანუ ყველა კანონს არის გაცდენილი აბსოლუტურად. აქ იყო ქოხები, ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად რა, მერია მიყიდა ეს ნაკვეთები და გადაყიდა და სამ ნაკვეთად არის გაყოფილი. ეხლა ხო მოხვედი აქ არა? პარკირება ჩემ სახლამდე გითხრა რომ არ ამოხვიდე, იმიტომ რომ ვერ გააჩერებ მანქანას. 7 სართულიანი корпуს და კიდე 2 корпуსი იდეაში.
არც აგზაო გათვლა, არც გეოლოგიური გათვლა. იქ უკვე დაწყებულია და აქ კიდე ორი ნაკვეთია, სადაც მოდიან კლიენტები და მერიამ გადაყიდა, აქაც უნდათ. და ეს იცი რომელი ფერდია, იქეთ რო გავყვეთ, ერთ 500 მეტრში არის ის მეწყერი, რომელიც ჩამოწოდა, ის ბენზოგასამარჯზე რო ჩაიტანა 3 მსხვერპლი იყო, 3 ბიჭი დაიღუპა. გეოლოგებისგან ვიცი, რომ ეს არის ძალიან არამდგრადი ქანი და წარმოიდგინე ეს ყველაფერი ჩამოვა და გამოიწვევს მორი კატასტროფას როდესღაც. გოგებაშვილის ქუჩა, რომელიც იყო 3-4 წლის წინ ყუდრო ქუჩა და გუნიას ქუჩა, სადაც მანქანა არ გადიოდა, ეხლა ვერ გაივლის ეცაცობებია სულ. ანუ ეს არის ჯაჭვი, რის გამოც მე Facebook-ი აშეარებს ფოტოებს, რომ დედა სადაღმოჩნდა, დედა ღმერთმა მეტეორი გვესროლა, ღმერთმა კი არ გვესროლა მეტეორი, არც ერთი მეზობელი არ გამოდის გასაპროტესტებლად. აი ეს არის მეტეორი, რომელიც გვიდევს. ის არის მეტეორი, რომ ვიღაცა გამოდიან და ამბობენ, რომ მე ნიშა მიგზავნის ოდესიდან ჩემოდნით ფულებს. ერთი აბსურდია, მაგრამ სულ რომ მიგზავნიდეს მიშა ჩემოდნით ფულებს ოდესიდან. მე თუ გარემოს ვიცავ, ან ჩემ გვერდზე დადეგი, ან ჩემ გარეშე წადი მარტო და შუშანიკის ლექსიკით იმეტყველე და დაიცავი, ხო? ანუ ყველაფერს იგონებენ, რომ თავის უმოქმედობა გაამართლონ იმაში, თუ რატო არ დგანან ამის დასაცავად. ახსენე ადამიანები, რომლებიც ხმას არ იღებენ. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება აი ამას მოევლოს? ეს არის ძალიან ნეილი პროცესი. ანუ ხალხის ესე გამოღვიძება და უცებ დაქუხება და გამოყვანას მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ანუ აი ის რომ ნაბიჯი ილაპარაკონ, რაც უნდათ ისელაპარაკონ, უნდა ვაგრძელოთ ეს ჩვენი საქმე. ხა მე ხო ვიცი და ჩემო ახლობლებმა და შენ იცი რომ ვთქვათ ეს არის გულწრფელი ბრძოლა, ხო? ვიღაცა დაინახავს, ვიღაცა ვერ დაინახავს, არა აქვს მნიშვნელობა. ანუ ნელ-ნელა და ნუ რა თქმა უნდა დავდივართ განათლებაზე. ანუ ეს ყველაფერი და განათლებაში მე არ გულისხმობ მენდელეევის ტაბურის ცოდნას, მაგრამ სამოქალაქო განათლება, რომ კი ეს მე მეხება, ანუ მე რომელიც ვარ უბრალოდ მაცხოვრებელი და არ ვარ არც არჩეული, არც მე მაგ არაფერი, რაღაცები გამიჩერებია და ბევრი რამე გამიჩერებია, თითო ხიშჭრა გამიჩერებია, ხო? ესე რომ შეეხოს ყველას თავის უბანში და თავის გარშემო და არ რეკონ პარტიზან მებაღეებთან, რომ არ იქა ეხა გლანში მოდი გამიჩერე, ჭადარს მიჭრიან, ხო? ეს არის სამოქალაქო განათლება. მეორე კიდე ის არის ჩვენ წინააღმდეგ მოქოქილი ტროლების კომპანია, რომ ჩვენ ვართ ყიურები და გამოქვაბულებში უნდა ვიცხოვროთ. არა, პირიქით, ეს არის თანამედროვე განვითარება, თანამედროვე ევროპული განვითარება, რომ ქალაქი იყოს კომფორტულად მორგებული ადამიანზე, ქალაქი არ უნდა სტრესავდეს და არ უნდა კლავდეს. აი რატო გვევასება პარიზში, რომში, ხსეირნობა, ხო? ფართო ტროტუარია, ლამაზი სახლებია. ჩამოვდივარ და გვიხსნიან, რომ ეს დეველოპმენტი და ეს პანორამა არის კარგი, არ არის კარგი. ანუ ეკონომიკურათაც არ არის კარგი. ნატა, აი თუ დამისახელებდი ყველაზე მწვავე პრობლემას, რომელიც ეხლა ამ წუთას უდგას თბილისს. ბევრი ასპექტია. ერთ-ერთი არის, ხა ჩემთვის ძალიან მტკივნეული ეს კლდიშჭრა აქა, თუმცა აი ამას რომ გავყვეთ ცოტა იქეთგან მამა დავითის ძირში მიდის იგივე კლდიშჭრა და ცოტა იქეთ რომ დავდეთ რამდენიმე სოლოლაკში, რამდენიმე დღის წინ დავაშეარე ფოტოები, იქაც კლდის ხარჯზე აშენებული და იქეთ რომ გავყვეთ ჯვანიას ქუჩა, ანუ მარტო ეს ფერდი რომ ავიღოთ, ეს არის მშენებლობები, რომელზეც ნარმანიას დროს გაიცა ნებართვა და კავაძის მიერ შემოშავებული კაორი იურიდიულად აღარ ეხება. მაგრამ ჩვენ თუ ქალაქი შველა გვინდა და არა უბრალოდ დიდი ყანწით საფრთხეების მაგრამ ჩვენმა კახემ კაორი შემოიღო, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გასაჩერებელია და ადგილმონაცვლეობაა საპოვნელი. კიდე ერთი სერიოზული პრობლემა არის კალაძე ახლა ნამდვილად აკეთებს მეტ სკვერს, ვიდრე იყო, თუმცა დიზაინერი ყავთ ისეთი, რომ ჯობია ის სკვერები არ აკეთონ, იმიტომ რომ სკვერი ესმით როგორც მობეტონება. მთელი სკვერები, აი ხა ამასაც რომ ვდებ, ძალიან ზიარდება ძალიან წულს ხალხი, არის ბეტონში. ნატა, თბილისელები თვითონ, რომლებიც თქვა ის ნაწილი არის, რომლებიც გაგინებენ, ასე ვთქვა, იმიტომ რომ არ მოწონს შენი ვთქვა ლექსიკა და არ მოწონს აქტივიზმი, როგორც სოფლიოში ეს ესმის, მაგრამ იმავე წუთში ეს ადამიანები სიამოვნებით უყურებენ მაგალითად Greenpeace-ის მიერ ვთქვათ დელფინების ხოცვის წინააღმდეგ მიმართულ ძალიან მწვავე კამპანიას, სადაც ცუდი სიტყვაც ისმის და ვთქვათ ადამიანები პირდაპირ უწვევიან. ანუ იქ სადღაც რო ხდება ეს კარგია, მაგრამ ჩემთან ნატაფერაძე თუ იბრძვის და იგინება, ეს ცუდია. ძალიან მარტივია სინამდვილეში ყველაფერი, ეს არის ჩვეულებრივი ისეთ რომ ეხა მე რაღაც აქციაზე გავალ თუ არა, ვიცი რომ Facebook-ში დაიყრება ის ჩემი ცნობილი ვიდეო, სადაც ვამბობ რომ და ამაზე ეს ქართველი დიასახლისები ფარტუქზე ხელებს იწმინდავენ და ვაი დედა ეს რა თქვა, ხო? ანუ ეს არის ძალიან კარგად გათვლილი, ანუ მეტი ხარვეზე ვერც მიპოვეს გარდა იმისა, ეხლა რამდენი იქეკებია წარმომადგენია გასაშაებლად. მოგონილი ის რომ ფულებს ვიღებ და ნეტა ამაში უნდა ფულს მიხდიდეს, ერთად აქტივისტი ვარ გადაყოფილი და მესამე რომ ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, როცა ვაკის პარკის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ეს იყო რომ ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდით და ეხლა ვისა ვართ
კოცებს ვებრძვით, ხო? და ყველა საინტერესო რა არის, ეხლა ვაკის პარკი რო გააქტიურდა ბოლოს, მანამ იტყოდნენ რომ გაყიდეს და დავაანონსეთ აქცია, ამდენი გოინგი არ ქონია არაფერს და ძირითადად მოდიოდნენ კოცები, რომლებიც ებრძოდნენ პირსისხლიან რეჟიმს. ანუ უმეტესობისთვის ეს არ იყო პარკის გადარჩენის იდეა, ეს იყო უბრალოდ გიგი უბლავასთვის კიდე ერთი ლურსმის ჩაჭედების იდეა და იგივე ხალხი არასოდეს არ მოდის ბიზნეს პროექტზე, ანუ დროის და პრიორიტეტების ამავე და ის არიან ის ხალხი ნაწილი არის მსხვერპლი, რომელმაც დაიჯერა უკვე რომ თვითონ მერიტანენ უზდელ ქალს. ყოველთვის ვამბობ კითხვას, რომ ჩვენ ვაღიარებთ კერძო საკუთრებას და უკვე დამახინჯებული კერძო საკუთრებას რა უნდა უყოთ, ცოტა ხანში აღარ ვიცით. ხო, კერძო საკუთრებას თალსახად ვაღიარებთ და ამაზე ყოველთვის მზად ვართ მთავრობასთან ერთად დიალოგზე რა უყოთ ერთად. ანუ ადგილმონაცვლეობა გენგეგმა ადეკვატურ ადგილას, ანუ მშენებლობები აუცილებელია და ყველა ქალაქი ვითარდება, მაგრამ არავინ არ ტენის ცენტრში, ხო? განავითაროთ ცალკე ახალი უბნები. ნატა, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებასაც გისურვებ და გვერდზე გვიგულე ყოველთვის, რა თქმა უნდა. ხო, ვითარება რთულია. დიდი მადლობა ლევან შენ და აქვე მადლობა მაყურებელს, რომელმაც სიუჟეტის დროს გამისწორა გეოდეზიური არა და გეოლოგიური კვლევა. მართალი ბრძანდებით, მადლობა. რა გამოიკვეთა რა? იცი რა გამოიკვეთა ის რომ დაუბრუნდეთ იმ საუბარი ხო? იცი რომ დაუბრუნდეთ, ანუ ცოტა იცვალა ლოგიკა იმან, რომ სიუჟეტი სხვა არამისთვის იყო ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა, მწვანე პარტიზანების კუთხიდან დანახული პრობლემა, რომელზედაც ვიცოდით, მაგრამ ამ კვირის განმავლობაში სიუჟეტის ჩაწერის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ ერთი დამტკიცდა გენგეგმა, რომელზედაც თვითონ ნატამას და სხვა პარტიზანებმაც Facebook-ზე თავიანთი პოზიცია გამოაქვეყნეს, რომ კი დახურულ სივრცეში მოხდა ამ გენგეგმაზე მუშაობა და პრინციპში მორგებულია ინვესტორებზე, ჭყალებში არის ცოტა ქურდული ბაზარი არის, სარეკრეაციო ზონები გაიზარდა როგორც ამბობენ, ამას კი აღარ ამბობენ, რომ ეს მშენებლობებს ხელს არ უშლის, ანუ მოხდა როგორც ჩანს. ესე იგი, ქვემოთ ჩამოწევა იმისი, რა ქვია, იმ ტერიტორიების მკაცრი ზონების გამარტივება კი არა, ну, შედარებით უფრო ნაკლები სიმკრაცის არ ვიცი რომელი ხაცა კატეგორიიდან ქვემოთ ჩამოიწია. რის გამოც კი რა თქმა უნდა და ძირითადი პრობლემა ჩემი აზრით მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ მოხდა საჯარო განხილვის ჩვენი რიგითი მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით. ხო, ამას ყოველთვის პრობლემა არ აქვს ხოლმე. ხშირად იძახიან, რომ აი სიტყვაზე ახლა შენ და მე შეგვეშალა გეოდეზია და თქვა ისა. და შენ რა იცი, რა უნდა, როგორ არ ვიცი ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვიცი რომ მინდა სიტყვაზე სკვერი ვთქვა, ხო? რას ნიშნავს მე არ ვიცოდე იმ აქციების მფლობელმა, ბჭყალებში აქციების ქალაქის, რომელიც ხელში მიჭირავს. მე ხო ამისი მისავა, რა ქვია, მე პატრონე ვარ ფაქტიურად, ეს ხო საერთო საკუთრება არის. იცით არის საზოგადოებრივი განხილვა, მარტო იმიტომ არის საჭირო, რომ აი ერთი შეხედვით, ხო? რა არის საზოგადოების დაკვეთა და ძირითადი მოთხოვნა, რომ ჩვენ გვინდა მეტი მწვანე ქალაქში. ერთი შეხედვით პასუხობს ხო ეს გენგეგმა ამ გინდოდათ მიიღეთ. ხო გინდოდათ მეტი სიმწვანე და ძალიან კარგია რომ ვთქვათ მეტი სარეკრეაციო ზონა იყოს, მეტი მომწვანება იყოს, პარკები იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ იქ ალბათ იმდენი დეტალია მეორეს მხრივ ინვესტორებიც ხო არ უნდა შევაშინოთ, ხო უნდა იყოს გათვალისწინებული მათი კერძო მესაკუთრეების უფლებებიც ხო უნდა დავიცვათ რიგ შემთხვევაში. ამაგას ვამბობთ რომ ძალიან ბევრი გასაგებია ეს იყო როგორც ჩვენ ამბობთ მწვანე პარტიზანების ხედვა და ვუერთდებით რა თქმა უნდა ამ ხედვას და ყოველი ჩვენ განსაკუთრებით ხო ყოველი ხე გვეძვირფასება და აღარ დავიწყებ ამაზე საუბარს, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა არ ვიცი. მივიღეთ იმისა, რომ ძალიან გაიწელა ერთის მხრივ ამ გენგეგმის მიღება, მეორეს მხრივ ისე მიიღეს, რომ უამრავი პრობლემა ჩააყოლეს თან. და შეჯამების სახით რომ დიდი დრო არ დავიკავო, მინდა ისიც თქვა რომ დაუბრუნდა ჟვანიას ქუჩის ამბავს და იმავე დღეს, როდესაც ვიწერდით ამ სიუჟეტს, ეს იყო 11 მარტი, ჩამოიშალა ესა და ამის შესახებ ჩვენი ხშირი სტუმრისა და ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა გააკეთა ძალიან მკაცრი განცხადება და ის შეაფასა როგორც პრინციპში მეორე 13 ივნისის საშიშროება. ჩვენ არ ვიცით როდის დადგება ეს 13 ივნისი, მაგრამ ძალიან დიდი საშიშროება არის რომ ხო ვარაისხევი მთლიანად ხო გადაიქცეს, იმიტომ რომ წყლის მცირე კალაპოტში ასევე პატარა მდინარე გადის და ოღონდ ძალიან მაღალი დებეტი აქვს და ის თუ ჩაიკეტა კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნება. ხო, რამდენჯერაც ვაწყდებით Facebook-ში იქნება თუ სად ინფორმაციას რომ თბილისში რაღაცა კლდე ჩამოიშალა, ეს არის ერთი და იგივე ადგილი. რა უნდა მოხდეს მაინც და მაინც რა? არ ვიცი, ეტყობა დაიხოცოს ნახევარი თბილისი. სამი ადამიანის სიკვდილი არაფერი არ არის. ეხლა რო ჩამოიშალა კიდე კაი არავინ
ხმარაქნას ვისაც ქონება აქვს იქ შეძენილი და ცხოვრობს ჯერ მარტო ქონება შეძენილი და მე კიდე ეს შიში რომ უნდა იცხოვროს სულ რომ რაღაცა ჩამოგენგრევა თავზე და წინა გიორგისთან თქვენ როდესაც ლაპარაკობდით ბოლოს სიტყვა მინდა ვთქვა რომ და ნინომ დასვა მე მგონი კითხო რომ ალბათ ეს ახალი მშენებლობები და ბინები არც გაიყიდებაო ჭარბალიანობასთან დაკავშირებით ხო მე მგონი რომ გაიყიდება ჩვენ ჭრილო მეზობელი ყიდულობს და მათ სულ არ ჭირდებათ კრედიტი და ყიდულობენ მაგალითად აჭარაში რა ხდება ვიცით და თბილისშიც იგივე არის ხო მალე დაგვირიგებენ ესე იგი რუსულ პასპორტებს და შემდეგ რაც მოხდება კი ადამიანი რა ადამიანები ხალხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ასე რომ გაიყიდება ეს ბინები ახალი შენებლობები გააჩნია ვიზა გაიყიდება დიდი მადლობა ლევან შენ. ისე გამოვიდა რომ დღევანდელ დღეს რაღაცა პრობლემატიკაზე ვსაუბრობთ, რაც ჩვენ საქართველოს ეხება და გადაცემის დასკვნის ნაწილში ვისაუბრებთ თანასწორობაზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც იყო მთავარი თემა იმ სამწუთიანი ფილმებისთვის, რომლის კონკურსით შედგა. ას უკვე გამარჯვებული ჟურის წევრი, ყველანი იქნებიან ჩვენთან, იდეის ავტორი იქნებიან ჩვენთან და რეკლამის დავბრუნდით ჩვენ სტუდიაში და როგორც თიკამ დაანონსა, უნდა ვილაპარაკოთ ფილმებზე, კინოზე და კინოზე, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და დანიშნულება. ეს გახლავთ ევროკავშირი და პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამწუთიან ფილმების კონკურს თანასწორობაზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე. დღეს ჩვენ სტუდიაში ყავს ორგანიზატორიც, ჟიურის წევრიც და გამარჯვებულის და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. პატრისია როსა გარსია, რომელიც გახლავთ ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათა შორისი კომისიის მხარდასაჭერად, აი ამ პროექტის ხელმძღვანელი, ბექა ბერულავა თარგმანში დაგვეხმარება, ქეთი მაჭავარიანი კინორეჟისორი და ჟიურის წევრი ამ კონკურსის და გამარჯვებული პირველი ადგილის პრიზიორი პეტრე თომაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები და ალბათ პირველი კითხვა სწორედ არის პატრისიასთან, რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვეს რას გულისხმობს ეს პროექტი, რამდენად მასშტაბური იყო, რამდენი ფილმი მონაწილეობდა და რა იყო მისი მიზანი. Good morning everyone and thank you for inviting us to this talk show. We are very happy to share with you our time here. Well, the European Union is supporting the government of Georgia to implement this project, which is trying to implement main policies and programs on gender equality and violence against women in Georgia. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ განახორციელოს საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოლიტიკა გენდერული თანასწორობის მიმართულებით. So one of the main components of our project is to increase the awareness among the population on gender equality, on prevention of violence against women. So this festival is part of this activity, this component. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი არის ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში გენდერული საკითხების მიმართ და ამ კონკურსის მთავარი მიზანიც იყო სწორედ ეს. So this is the first time that in Georgia a similar festival is organized and it generated a lot of interest from the population. We have received 77 movies, all related to gender equality, violence against women, domestic violence, and from the organizers we are really happy. I have to say that this festival is organized in a cooperation between the project and Radio Liberty, and as I said, the interest and the success I think is quite clear. საქართველოში პირველად ტარდება ასეთი კონკურსი და საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურებენ 77 ფილმი მივიღეთ კონკურსის ფარგლებში და ასევე მინდა აღნიშნო რომ პროექტი ტარდება რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით და საკმაოდ წარმატებული გამოდგა მთელი კონკურსი. ამ კონკურსის შესახებ მე გავიგე ჩვენი მეგობრისგან, მარიაფონაშვილისგან, გეტყვით პირდაპირ და ესე ვთქვათ პროცესის მონაწილე ვიყავი, ასე ვთქვათ სმენით მხოლოდ, როდესაც ის იღებდა და ძალიან დიდი мотивაციით ჩაერთვა ამ კონკურსში და შედეგიც ვიხილე მე ამ ფილმის გავიდა პროფილში და არის თამბეშტავი, ნამდვილად ფილმი არის ის იარაღი, რომლითაც ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს, ასე ვთქვათ, ყველა მხარე მით უმეტეს ასეთი პრობლემისა, როგორც არის გენდერული უთანასწორობა, ასე ვთქვათ. ქეთი, ჩვენ ჟიურის წევრი ბრძანდები და მაინტერესებს რა შთაბეჭდილება დატოვა, როგორ აღიქვეს, ასე ვთქვათ,
დამწყებმა თუ უკვე არსებულმა რეჟისორებმა ეს დავალება, ასე ვთქვათ, და შემდეგ რამდენად გართულ და გამარჯვებულიც გამოვლენა. ძალიან კარგი იყო ამ ფესტივალის იდეა და იმედია ევროკავშირი და რადიო თავისუფლება ამას გააგრძელებენ, ამ ძალიან კარგი ინიციატივას. მე ვიყავი ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჟიურის სხვა წევრები იყვნენ ნინო ორჯონიკიძე, სალომე ჯაში, რატიონელი და ჩვენი ესპანელი კოლეგა სოლედად სესანია, და მასთან ონლაინ ვიმუშავეთ და ძალიან სასიამოვნოდ გაოცებულები ვიყავით, იმიტომ რომ იმდენად საინტერესო ფილმები იყო. არა მარტო ხო შეიძლება რომ ეს ფილმები ყოფილიყო მიმართული და მხოლოდ ესეთი სწორხაზოვანი იდეასთან მიმართებაში, არტისტული მხარე ამ ფილმების იყო ძალიან საინტერესო და ძალიან განსხვავებული იყო. ძალიან გაგვიჭირდა არჩევა მთელი აპლიკანტისგან. მე პირველი ესე კი ასე რომ 17 ფილმი ავარჩიეთ, რომელიც რადიო თავისუფლებამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა და საბოლოოდ გამოვლინდა 4 გამარჯვებული. ერთ-ერთი პირველი პრიზის მფლობელი ჩვენთან ერთად იმყოფება პეტრე და მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ ავარჩიეთ ეს ფილმები, გამარჯვებული ფილმები, სწორედ ეს იყო, რომ რელევანტური ყოფილიყო იდეასთან, იმ კონკურსის ფესტივალის იდეასთან, ეს იყო გენდერული თანასწორობა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა და არტისტული მხარეც, რომ ყოფილიყო, ანუ შემოქმედებითი მხარე ფილმის ყოფილიყო მაღალი ხარისხის, ასე რომ ვთქვა და საინტერესო. რასაკვირველია, ეს მაინც კონკრეტული ამ ჟიურის გადაწყვეტილება იყო, შეიძლება სხვა ჟიურის სხვაგვარი ხედვა ჰქონოდა ამ ფილმებთან მიმართებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი ფილმები გამოვავლინეთ. ესთან მოქვს ესეთი შეკითხვა, ჯერისერთი მინდა გაგიცნოთ და ცოტა მოგვიყვეთ საკუთარ თავზე და აქვე მეორე კითხვა იქნება ესეთი, რომ დაემთხვა დროში თქვენი, ასე ვთქვათ, ეს დაკვეთა და თქვენი სურვილი თუ ამ პროექტს მიესადაგა თქვენი ახლა უკვე გამარჯვებული ფილმის ამტკიცებელი? ორი სიტყვით ვიტყვი ჩემ თავზე, რომ ანიმაციურ ფილმს ვაკეთებ უკვე რამოდენიმე წელია და ძალიან მომწონს მულტფილმების კეთება, დიდი ხანია ვაკეთებ და ვაპირებ რომ გავაგრძელო გაკეთება. რაც შეეხება ამ ფილმს და ამ კონკურსს, სოციალურ თემებზე ფილმი არასდროს არ გამიკეთებია, სულ ჩემი დაწერილი ისტორიებით ვიხებდი ფილმებს და ეს ფილმი ძალიან მომწონს მე ეს ჩემ ახალი ფილმი. კარგია ეს. იმიტომ რომ არის ზუსტად სოციალურ თემას ეხება და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ კონკურსს გადავხადო. გინდოდათ აი რაღაც. არასდროს ვფიქრობდი სოციალურ თემაზე გადახებას და უცებ ესეთი მეთქი სიამოვნებით და კი და მოგვიყევი რა, იმიტომ რომ 3 წუთი არ არის იმხელა დრო, რომ ვერ მოყვა ფილმი, რა ხდება შენს ანიმაციურ ფილმში, ხო? რა როგორ დაინახე? ჩემს ფილმში ხო. ერთი რაც მინდოდა შევეჭერები თქვა, რომ იქ რომ მივიღეთ ფილმი ანიმაცია და იქ ეწერა, რომ ეს იყო რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ჟიურის წევრებისთვის. ისინი ჩვენც მოგვიყევი ეს რეალური ისტორია. მინდა ნახვა, მაგრამ სამნახავდე? ხო, ეს რეალური ისტორია, აქ საქმე იმაშია, რომ ეს არ არის მთლიანად თავიდან ბოლომდე ერთი რეალური ისტორია, რომელიც მოხდა, მაგრამ აქ არის ფაქტები, რომელიც ყოველთვის ხდება ჩვენ ცხოვრებაში. და ეს ფაქტები შევეცადე დამელაგებინა ისე ამ ისტორიაში, რომ გამომეშოქებინა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც იყო ამ კონკურსში მოთხოვნილი, ეს არის გენდერული თანასწორობის თემა, ოჯახში ძალადობის თემა და რაც ყველაზე მთავარი არის მეზობლების ნიჰილისტური დამოკიდებულება აი ამ ყველაფრის მიმართ. და ხო ეხლა კადრებს ხედავ სწორედ შენი ფილმიდან. და როგორ გადმოეცია? ამბავი გვაინტერესებს, იმიტომ რომ ალბათ ყველა ადამიანს თავისი ხედვა ექნება ამ ფილმის მიმართ, ხა როგორც კეთი მაგნისი შეიძლება სხვა ადამიანს თუ სხვანაირად დაენახა, მაგრამ სწორხაზოვნად არ ყოფილიყო გადმოცემულიო კეთი მაგნიშნა. მოდი შენს ფორმებზეც მოგვიყევი გადმოცემის ცოტა. ჩემი ფორმებზე ფაქტურად ხედავთ ფორმებს. ხო, პრინციპში ჩანს ფორმები, ფორმებზე ყურება უფრო მარტივია საუბარი, ну, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ფილმი მოჭრილია, ხო, რაღაცა გამოსახულება. ესე ჩანს აი დიდ ეკრანზე ხანერეთ. ახლა როგორ განიცდის? თავისთავად. თავის ქმნილებაზე. ხო, ანუ ყოველთვის ვცდილობ ჩემ ფილმებში, რომ ის მოქმედებები და ის სიტუაციები, რაც არის, მაქსიმალურად მკვეთრად ვაჩვენ, რომ ადამიანმა იგრძნოს და ადამიანამდე დავიდეს, გულამდე მივიდეს ეს ყველაფერი, რომ შეიგრძნოს ადამიანმა რეალურად რა ხდება.
და ხო და არ ვიცი ხო ფორმები კაცი რამდენად გავდა ერთმანეთს ამ ფილმებში მოყვანილი მაგალითები და რამდენად მაინც საერთო იყო პრინციპში ეს პრობლემატიკა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ აიცი ყველაზე მთავარი რაც არის პეტრემ აღნიშნა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც იყო ამ ფილმში კონკრეტულად მაგალითად ზუსტად ეს იყო საზოგადოების გულგრილობა რაც თქვა მეზობლების ნიჰილიზმი და ძალიან ხშირად ჩვენი ამ ფილმების გმირები ხას უსვამდნენ იმას რომ საზოგადოება ძალიან გულგრილი არის იმის ამ საკითხების მიმართ რაც ხდება ანუ ეს არის თითქოს იმ კონკრეტული ოჯახის ან იმ კონკრეტული ადამიანის პრობლემა და ეს არ არის საზოგადოების პრობლემა ფილმები მართლა განსხვავებული იყო სხვადასხვა სოციალურ წრეს ხშირად არის ხოლმე რომ თითქოს ეს ჩვენს გვერდით კი არ ხდება ეს ძალადობა თითქოს ეს სადღაც ღრმა სოფელში ან მთაში ან რაღაც სხვა ქალაქში ხდება ჩვენგან შორს ამ ფილმების მეშვეობით ჩვენ დავინახეთ რომ ეს ამბები ხდება ყველგან ჩვენს გვერდით ჩვენს გავს ოჯახში და ეს ადამიანები როგორ აღწევენ მერე თავს ამიტომ თვითონ იდეაც ფესტივალის და ასეთი მრავალფეროვანი გაშუქებაც თვითონ ფილმებში გადმოცემა ძალიან საინტერესო იყო ხვდები რომ საზოგადოებაში ეს პრობლემა რეალურად არის და ფილმებშიც აისახა პატრიციასთან მოხთ მექნება შეკითხვა თქვენ აღნიშნეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და რა უნდა მოხდეს ამ პროექტის შემდეგ რომ თქვა ეს ფილმები და ეს ისტორიები არ დარჩეს მხოლოდ ამ ფესტივალის ფარგლებში და მართლა მივიდეს ადამიანებამდე ვინც თუნდაც მსხვერპლია ვინც შემსწრეა ვინც არის მეზობელი და ვინც არის იმ საზოგადოების წევრი სადაც ეს ამბები ხდება The shortlisted movies now remain on the Radio Liberty website, so everyone have access to see it, and also through the social channels like YouTube, Facebook, they are there. მოკლესიაში შესული ფილმების ნახვა ყველა შეუძლია რადიო თავისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე სოციალური ქსელის დახმარებით YouTube-ზე, Facebook-ზე ხელმისაწვდომია ეს პროდუქტები. So they have already spread the message among the population through these channels as I mentioned, and of course this is not a unique activity to raise awareness. Through the project and along many other organizations that they are also implementing projects on violence against women and gender equality, we are reaching students, we are reaching the universities, we are reaching journalists. So we are trying to target different groups to spread the message because everyone has a role to combat domestic violence. As Katie mentioned, this is not a private issue, this is not a family issue, this is a society issue. And this is the main message I want to give in this program, that all of us, we should be involved in the solution. და სწორედ ამ არხების დახმარებით ჩვენ გავავრცელეთ შეტყობინება მთელ საზოგადოებაში და სწორედ ეს არის მთავარი სათქმელი კონკურსისა, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა, რომელშიც ყველა ფენა უნდა იყოს ჩართული, იქნებიან ჟურნალისტები თუ საზოგადოების სხვა წევრები და სწორედ ამას ემსახურება პროექტი და პროექტის სხვა ნაწილებიც ასევე, რომელიც განხორციელდება მომავალში. როგორია გამოცდილება მეც პატრიციასთან მაქვს შეკითხვა როგორია გამოცდილება სხვა ქვეყნების ვინაიდან ის ამ პრობლემაზე მუშაობს როგორი აქტივობაა საჭირო და რა ხანია საჭირო იმისათვის რომ პრინციპში ძალიან დაბალი საფეხურიდან მოხდეს ამაღლება ცნობიერების ამ კუთხით საზოგადოების Well, unfortunately, the problem is really similar in all countries. We all live in a patriarchal system where the values of the men remain among the values of the women. So we have unequal societies, and it is not just the case of Georgia. Of course, data are different. For instance, in Georgia, last research on violence against women say that 1 out of 7 women suffer from domestic violence in this country. It means in this group, maybe one of us are victim of domestic violence. Who knows? Exactly. And what is common across all countries is like the profile of victims is not a profile. All of us, we can be victims. It doesn't mean you have to be a poor woman. It doesn't mean you have to be a woman without education, without economic resources. All of us, I mean, the violence against women has no profile. So every woman can be a victim. So this is one of the main messages that we try to enhance and promote through this festival.
სამწუხაროდ ეს პრობლემა აქტუალურია ბევრ სხვა ქვეყანაშიც. თუმცა საქართველოში არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, რომ ერთი ქალი 7-დან, ყოველი 7 ქალიდან ერთი ქალბატონი არის ძალადობის მსხვერპლი და კონკურსის მთავარი სათქმელი და პროექტის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ნებისმიერი ქალი შეიძლება იქცეს ძალადობის მსხვერპლად, არა აქვს მნიშვნელობა ეკონომიკურ მდგომარეობას, განათლებას და ასე შემდეგ. მან აღნიშნა, რომ შეიძლება აი ქვინც ვხედვართ, მათ შორისაც იყოს ვინმე მსხვერპლიო და მართლაც არავინ არ იცის, იმიტომ რომ ეს ისევ რაღაც მიუხედავთ იმისა, რომ მეტად გაიხსნენ ქალები, მეტად ამბობენ, მიმართავეს ამართავდამცავებს, ჩვენ ვიცით, რომ ამ კუთხით მეტნაკლებად გაიზარდა მიმართვიანება, მაინც ტაბუდადებული თემა, მაინც საზოგადოება ახდენს წნეხს, რომ ეს მოგვარდეს ოჯახის შიგნით, რომ ეს მხოლოდ ოჯახის პრობლემაა და რა მოხდა თუ ერთხელ ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა და მნიშვნელოვანია რომ ყველა ჟანრში ეს იქნება სამართალდამცველები, ეს იქნება ხელოვნება თუ კინო მოხდეს ამ თემებზე ხშირი საუბარი. ქეთის მინდა ვკითხო როგორც გამოცდილ რეჟისორს რამდენად აქვს რეალურად ძალა ხელოვნებას, რომ ესეთი ტიპის სოციალურ პრობლემებზე თუნდაც აალაპარაკოს ადამიანები, თუნდაც დააფიქროს რაღაცნაირად ქალები ან კაცები. მე მგონია, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ ხელოვნებას რა დანიშნულებაც აქვს, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ფიქრობ, რომ ეს ანუ ვერ ამჩნევ რაღაც პრობლემას და მე როცა შეხედავ სხვა კუთხიდან, ანუ არა სუბიექტური, არა ობიექტური კუთხიდან, მე ხვდები, რომ ეს რეალურად ეს პრობლემა არსებობს. მე თვითონაც შემხედრია იგი რაღაც სცენარი მაქვს დაახლოებით გავს თემაზე მუშაობდი და ერთ-ერთ ჟიურიში, სადაც განხილავდა ერთმა ჟიურის წევრმა მითხრა, რომ ეს არის თითიდან გამოწვეული პრობლემა ვიღაცეებისთვის, ეს დღემდე რჩება თითიდან გამოწვეულ პრობლემად, ამიტომ რაც უფრო მეტი შეიქმნება, უფრო მეც ვილაპარაკებთ, მეტი შეიძლება ესე რომ ვთქვათ, საგაზეთო სტატის ან სატელევიზიო გადაცემის ფარგლებში ამას შეხედო, რომ ეს რაღაცა მოგონილი ან რაღაც გაზვიადებული ან ეს ქალი არ არის კონკრეტული ქალი, ან ეს კონკრეტული ქალის პრობლემა, მაგრამ როცა ხელოვნებაში, აი როგორც ამ ანიმაციაში მოხდება განზოგადება, როცა შეიძლება კონკრეტულ ქეთის ან გვანცას პრობლემაზე კი არ იქნება ლაპარაკი, უფრო ზოგადად იქნება, ადამიანი უფრო მეტად დაფიქრდება, რომ მას აქვს თქვათ უფლება თავის დაცვის, აქვს უარი თქვას იმ ადამიანთან იცხოვროს, ვინც მუდმივ ძალადობას ეწევა ფსიქოლოგიურს თუ ფიზიკურს და იგივე მეზობელს დაეხმაროს, როცა მსგავსი ძალადობის ძალიან მნიშვნელოვანია ქალმა და არა მხოლოდ ქალმა, ყველა მით ძალადობის ხვეპლია იგრძნოს, რომ საზოგადოება მას მხარს დაუჭერს და აი ზუსტად აქ არის ხოლმე აი ეს გადამწყვეტი ნაბიჯი, რამდენად არის ის გაბედული ასეთ შემთხვევაში. მე ისე პროექტს მინდა დავუბრუნდე პეტრე გავისანით. მე მინდა რომ თქვენ თქვით რომ 4 პრიზორი გამოვლინდა, ხო, 4 გამარჯვებული, მათ შესახებაც გითხრათ რა ჟანრის ფილმები იყო, ეს იყო ანიმაცია, დარჩენილი. დანარჩენი ფილმები ეს იყო, ესე რომ ვთქვათ, აქ არ იყო კონკრეტული დოკუმენტური, ესე იყო კონკურსის განაცხადი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დოკუმენტური და ჰიბრიდული ფილმები, სადაც იყო ნარევი, ასე რომ ვთქვათ, ნაზავი. 4 საინტერესო ფილმი გამოვიდა, ერთი იყო ქეთი კაპანაძის ლალა მექანიკოსი, ერთი იყო გიორგი ხარაძის ფილმი წრეზე და მეოთხე ფილმი იყო ანასტასია სლოვინსკას დრაკონი. განსხვავებული ფილმები იყო ეს ფილმები და ის 17 ფილმი, ანუ მე ვამბობ, რომ ყველა ფილმი საინტერესო იყო, ზოგი მოკლესიაში და არა მარტო მოკლესიაში, ყველა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ მათი გმირები ყველანი თავიანთ უნიკალურ ისტორიას მოგვითხრობდნენ, აი ამ 4-ში ერთი ყვება საკუთარ ისტორიას, ერთი გმირი, ორი გმირი საკუთარ ან სამი გმირი თავის ისტორიას ყვებიან, ერთი არის თქვათ მუდმივად ძალადობის მსხვერპლი, ორი ბავშვობას იგონებს, რა გავლენა იქონია ოჯახურმა ძალადობამ მათზე და გადმოცემის ფორმები კიდევ ერთხელ ამბობ იყო ძალიან საინტერესო და განსხვავებული. პეტრესთან მაქვს მე შეკითხვა, რადგან წარმატება მოგიტანა, ასე თქვა, აი ამ ხაზმა, რომელსაც ქვია, ხო, რაღაცა სოციალური პასუხისმგებლობა, ხომ არ შეცვალე ხედვა შენი მომავალი ფილმების, ასე თქვა და ალბათ რადგან ანიმაცია ბავშვების ცნობიერების ასამაღლებადაც კარგი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს შენი ხერხი, ასე თქვა, ფილმების შექმნას. თქონდა.
ზემოთლე რომ გითხრათ ბავშვებისთვის მაგ ერთი პატარა ანიმაციური ფილმი გაკეთებული, რომელიც არის სიყვარულზე. ზოგადად რამდენიმე წლის წინ და იმის მერე ბავშვებისთვის გაკეთებას, მულტფილმების გაკეთებას მოვეშვიდით ცოტა სხვა და ბოლოს მივედი იქამდე რომ აი სოციალური თემა და ხო, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სოციალურ თემებს ძალიან დამაინტერესა, მაგრამ საინტერესო არის უფრო ისეთ თემებზე ესაუბრები საზოგადოებას, რომელიც მაგისთვის მნიშვნელოვანი არის, ხო? მე იცი რა მინდა კითხო, ახსენე რომ ბევრი წელი აკეთებ ანიმაციას. აი, სად არის თქვენი აი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების აი პლატფორმა? ვინ არის თქვენი მაყურებელი თუ ზოგადად გამზიარებელი ამ თქვენი შექმნილი პროდუქტის, რასაც ქვია ანიმაცია, ხო? აი, მართლა მიჩნდება ხოლმე სურვილი, რომ ვნახო დეფიციტი მაქვს ანიმაციის, შვილები მყავს და რაღაცნაირად ვიცი, რომ ადამიანები სადღაც ხედან ძალიან ბევრს შრომობენ, მუშაობენ და სად არის ეს ყველაფერი? თქვენ თუ ძალიან გაინტერესებთ ჩვენი ანიმაციური ფილმები, შეგიძლიათ შეხვიდეთ YouTube-ის ან Vimeo-ის არხზე, ჩაწეროთ პეტრე თომაძე და ნახავთ ჩემ მულტფილმს. მაგრამ ჩვენ იმის კომენტარი რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი რეალურად. ხო, აი ეს მინდა რომ თქვათ, რომ ყავთ. ჩვენ გვაქვს სტუდია, რომელსაც ქვია ანიმაციის გამთარების ფონდი არის, რომელიც მოიცავს სტუდიას. სადაც ვაკეთებთ მულტფილმებს. ჩემს გარდა კიდე ბევრი საინტერესო ახალგაზრდა არის. ვაკეთებთ ანიმაციურ ფილმებს და შემდეგ ამ ანიმაციურ ფილმებს ვაჩვენებთ პატარა ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში და არ აქვთ კინოთეატრები და ვერ უყურებენ მულტფილმებს, გარდა სხვა. ხო. და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, ჩავდივართ იმ რეგიონებში. დარბაზებში ვაკ ეკრანებს კიდევთ და ვურთავთ ჩვენ გაკეთებულ მულტფილმებს და ეს ბავშვები მოდიან მე ავსებენ ამ დარბაზებს და გახარებულები მიდიან სახლში. ესეთი ფესტივალს, ესეთ ყოველწლიურად 20-მდე ეს რეგიონში ჩავდივართ და ეგეთ ღონისძიებებს ვატარებთ. ბევრი გასვლები. კი, მაგის გარდა კიდევ ერთი თავარი ფესტივალი გვაქვს. თოფუსი თუ გაგიათ ანიმაციური ფილმების რა თქმა უნდა. ხო, და იქაც რა თქმა უნდა ეს ბავშვები ჩამოდიან, ცხოველები ჩამოდიან და ხო, და ეგეთ ამბებში ვარ, მულტფილმებსაც ვაკეთებთ რა და ხო. ისე მგონია რომ კარგი იქნება რომ ტელევიზიებშიც მაკეთკენ მიყავდა მე მგონი გვანცეს. ხო, კარგი ხართა მასშტაბი რა იყოს იმიტომ რომ ბებისთვის მისი პროცესები. ხო, ხო, ესე გავიზარეთ რომ ბავშვებს უყურებთ და ეხლა კი რასაკვირველია YouTube-ის არქის არჩევით შეგვიძლია ბავშვებს კომპიუტერში ვაჩვენოთ, მაგრამ არ ცუდი არ იქნება ტელეარხების რადიოში უსმენთ ზღაპრებს. ძალიან დიდი მადლობა, გვინდა გითხრათ ზოგადად იმისთვის რომ ეს პროექტი შეიქმნა და კიდევ ბევრი ადამიანი დაფიქრდა ამ პრობლემაზე და დავასრულოთ ჩვენც. შევისვენოთ ხვალამდე. ნახვა.